მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა. აპრილი მოდის უკვე შუა გაზაფხული და გავიგოთ აბა ჩვენ როგორი იქნება, ჩვენ როგორც ყოველთვის მაგას განვიხილოთ სამი თემა, რომელიც არის აუცილებელი, ну რა თქმა უნდა ჯანმრთელობა, მაგრამ თქვენ იცით რომ ჯანმრთელობაზე თუ ვაკეთებ გაშლას ეგ მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატიკა და პლუს კიდე პირად გაშლაზე. ვინც არ მიცნობს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ ტარო ტერაპევტი, უკვე შეგიძლიათ ჩემი თავი დავარქვა, იმიტომ რომ ვეხმარები ადამიანებს უკვე სხვადასხვა მეთოდებით, ასე ვთქვათ, ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით და დღეს მინდა, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა სხვადასხვა თემებზე თქო, მაგრამ დღეს აი ეს ფორმატია, რომელიც მომინდა თქვენთვის გამიკეთებია გაშლა მომდევნო თვის ინფორმაცია რო გავიგოთ ჩვენ, რას გაგვაფრთხილებს ჩვენ ტარო, ხო? ამიტომ ნახოთ ჩვენ ჯერ რა ენერგია იქნება საერთოდ. თქვენ ახლა ვინც უკვე ჩემთან ხართ, იცით რომ მე ტაროს ვიყენებ როგორც ფსიქოლოგიის წიგნს, თქვენ არ გითხავთ, ჩვენ უბრალოდ ვიყენებ ამ უნიკალურ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ რა ხდება. და უკვე ჩემი მოსწავლეები ვინც არიან ჩემთან და სწავლობენ ტაროს იმ სისტემით, რა სისტემითაც მე ვმუშაობ, უკვე ძალიან კარგად იციან, რომ ეს მართლა სულ ყოველთვის იმას აღნიშნავენ, რომ მართლა ფსიქოლოგიის წიგნია. კარგით, ნახოთ რა ენერგია იქნება. აპრილის ენერგია გვაჩვენებს ჩვენ იმათთვის, ვინც უყურებს ეხლა. ძალიან მაგარია. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა, თქვენ იცით ეხლა ჩემი მიდგომა, მე ვდებ ხოლმე, სიგნიფიკატორს აი აქ ვდებ, იმიტომ რომ შეიძლება სამივე სფერო იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება ვთქვათ, რეზონირდება დაუშვოთ თქვენს. შეიძლება რომელიმე სფერო იყოს დაუშვოთ თქვენთვის, ხო? ეხლა ჩვენ ვნახოთ მთავარი ენერგია, აი მთავარი მოვლენები, რაზეც უნდა მიაქციო თქვენ ყურადღება ამ სამ სფეროში. აბა ვნახოთ ეხლა ჩვენ, ეხლა რა ხდება, თქვენ კარიერაში, თქვენ საქმეში შეიძლება ზოგისთვის სწავლა იყოს, ხო? ეხლა რა ხდება და ვნახოთ ეხლა საერთოდ, აი რაზე უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ, თქვათ სფეროში, კარიერა როგორც თქვით, ხო? ასე დავარქვათ კარიერაში და რაზე უნდა მიაქციოთ თქვენ ყურადღება და კიდე რა ვკითხოთ ეხლა ისეთი რომ რჩევა, იყოს რჩევა, მე ვნახოთ ახლა განვიხილოთ თუ რამე ისეთი იქნება, ჩვენ ახლა აგერ არა ვარ. ეხლა ვნახოთ შემდეგი ჩვენ ფინანსური თემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემა და საერთოდ როცა შენ აი ეს სამივე სფერო გაგწეს რიგში, მე ყველაფერი ცხოვრებაში ჩათვალე რომ ძალიან მაგარი გაქვს, მაგრამ რატომ არის თქვა დაუშვათ პრობლემები, ამაზე მე ვლაპარაკობ ჩემ სამდღიან პროგნოზე, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენთან კლუბში, ქალთა კლუბში, ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, კლუბში გადმოსასვლელი მობრძანდეთ და იქ ძალიან საინტერესო თემებს ვიხილავ და პრაქტიკები გოგოები მიკითხებიან, ხშირად წერენ პირადში, სად არის პრაქტიკები, მედიტაციები, ყველაფერი ახლა კლუბში არის. ეხლა რა ხდება ფინანსებში, ეხლა რა ხდება, ვისთვის იქნება და რას უნდა ველოდოთ, რაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება და რჩევა. პლუს და ესე მინდა, ეხლა ურთიერთობა. ნახეთ, ურთიერთობაში რა ხდება, ვისთვის იქნება ეგ თემა, დღევანდელი და აპრილში რა უნდა ელოდოთ, აპრილში. ზოდიაკოთი არ ვაკეთებ მე ყველასთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან შრომატევადი თემა. აკეთებენ უამრავი გოგოები ამ გაშლებს და მე არ ვმუშაობ, უბრალოდ ესეც ახლა
იმიტომ ვაკეთებ ასეთ გაშლებს, ვიც უბრალოდ გოგოები მელოდებიან ძალიან უნდა და ამიტომ საერთო ენერგიებს ვამბობ ხოლმე და მე სულ სხვა დარგით მუშაობ, მე უფრო ურთიერთობებზე, პირად დანიშნულებაზე, ბიზნესზე ასე შემდეგ. ამიტომ ეს უბრალოდ აი გასართობა თქვენზე და თანქის კიდე რომ გაიგო დავუშვათ რაზე უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ რეზონირდებათ, გაიგეთ? ამიტომ ვინცაც მთხოვეს ბევრჯერ რომ გამიკეთებია გაშლა თქვათ ყველაზე დიაგესტუს გოგოები ვერ ვხარჯა ამაზე დროს, იმიტომ რომ სხვა თემებით ვარ ეხლა მე დაკავებული. Так, რა ხდება აქ, ჩემო საყვარელო გოგოებო და ბიჭებო? აქ არის რაღაც მომენტი, რომელიც გვეუბნება ჩვენ, რომ თქვენ გამოვდიხართ სიტუაციებიდან, რომელიც არ იყო მაინც და მაინც კაი, ასე ვთქვათ. ნახეთ? შეიძლება ეგ როგორი სიტუაცია იცით რა არის? მოიცადეთ ეგ მინდა დავაზუსტო კიდე ერთი წამით. საერთო ენერგია. ორი მაღალი არკანი, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება. რაღაცა ძალიან ისეთი იქნება, რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ გამოდიხართ, ხო? კი, არჩევანის წინ დგებით და მესა გამოდი. გოგოებო, ნახეთ ახლა, აქ შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია, იცით? ვიღაცა, თქვენთვის ვიღაცისთვის იქნება სიტუაცია, ბიჭო, პრინციპში თქვენს იგივე შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება იყოს მომენტი, რომ თქვენ აქ არჩევანის წინ დადგებით. ნახეთ, პირველი ვარიანტი, პირველ დროს საჯარო გაშლა, იცით თქვენ რომ მე ყველა ვარიანტი უნდა ვთქვა. და აქ მე ვნახავ ჩვენ რომელი სფერო უფრო იქნება აი აქ. ანუ შეიძლება მოხდეს რაღაცა დანაკარგი, ანუ არჩევანს შეიძლება თქვენ გააკეთებთ ურთიერთობაზე. აქ ვიღაცასთან შეიძლება მოხდეს განგორწინება, თუ თქვენ ხართ დაქორწინებულები. შეიძლება ეგეთი მომენტი იყოს. ან დადგებით არჩევანის წინ, იმიტომ რომ აქ როგორი სიტუაცია იცით, შეიძლება იყო თქვათ, აი დავუშვათ სიტუაცია, ყავდეთ ოჯახი, თქვათ, ახლა იყავეთ კარგად და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე ისეთი სიტუაცია არის, აქ შეიძლება ადამიანები შეუღლებულები იყვნენ, დავუშვათ ახლა თქვათ სიყვარულით, მაგრამ ეს ურთიერთობა უკვე დიდი ხანი უკვე არის იმ დონეზე, რომ ფიქრობდით თქვენ განკორწინებაზე, შეიძლება უკვე აქ დასვავთ წერტილს. კიდე ბიზნესი, დავუშვათ თუ ბიზნესში შეიძლება თქვენ გქონდათ რაღაცა ისეთი, ბიზნეს პარტნიორი, დავუშვათ გყავდათ და რაღაც მომენტი მოხდება, რომ მოგიწევთ აქ რაღაც გარჩევები რა, შეიძლება ან რამეს გაიგებთ ისეც არასასიამოვნოს გაიგეთ. კარგით, მოდით ახლა ჩვენ უფრო გადმოვალ და მე უფრო მივხვდები რა. კიდე, იმიტომ რომ კი არ მივხვდები, უბრალოდ რა არის, ეცეთ მინდა რომ ვნახო რომელი უფრო რო არ ვიმკითხავთ, უფრო ვნახოთ რომელ დარგში აი უნდა მივაქციოთ ყურადღება აი ამ სიტუაციას და თქვენს რო იცოდეთ რომ ეს თქვენი სიგნიფიკაცია რომ ეხლა შეიძლება თქვათ რომ გადასარევი ურთიერთობა, სხვათა შორის ეხლა რა არის, ეცეთ მე არ მინდა თქვენი ცუდად განწყობა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით 100%-ით დავუშვათ როგორ ანაერად იქნება სიტუაცია. შეიძლება სხვათა შორის აი ძალიან როდეს გავიგე რა სხვაობა აქვს ტაროლოგს და მკითხავს. და ეს ისტორია მომეყოლია ბევრჯერ, მაგრამ შეიძლება ვინმე არ იცის, შეიძლება გამოგადგეთ თქვენს, რომ იცოდეთ როცა ვინმეს მიმართავთ. როცა ეს იყო წლების უკან, ეხება მე როცა ვიყავი მე ძალიან მიყვარდა საერთოდ ეს თემები ყოველთვის და ვიყავი ბათუმში და ვთქვი რომ მეთქი მინდა რომ ჩემ დაქასლებოდა ვინ აყავს ახალი, წამოდი ვიმკითხავთ, ადრე მასე ვოძახდი. და ერთ ქალთან მივედი ქალბატონთან, ძალიან ისეთი იყო რაღაც სხვანაირი, ჩვეულებრივი ოთახი, არანაირი ეს რაღაც ატრიბუტიკა და რაღაცა და მაგან მითხრა ერთი ფრაზა.
რომ შენი და შენი ქმრის გზა გაიყოფა. ამ დროს მე მქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა ქმართან, გადასარევი ქმარი მყავდა, ისეთი რომ აი რა ვიცი რა გითხრათ, მაგრამ მხოლოდ შეგიძლია ეოცნება ჩემი შვილების მამა. და ზუსტად, განმეკვირდა, რა თქმა უნდა, თქვი რაღაცა სისულელებს ამბობს ეს ქალი, წამოდი აქედან დროზე მეთქე და ზუსტად 1 წლის მერე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. და როცა მივედი მერე კიდე ამ ქალბატონთან და მიცნო, რა ვიცი, მე სხვათა შორის ეგაც თქვენთვის საინტერესო იქნება. თუ თქვენ გაქვთ აი ეს ნიჭი, ხო, პირველ რიგში თქვენ მიხვდებით იმით, ან დააკვირდით, როცა ვინმეს მიმართავ და გეუბნებიან, რომ შენ თვითონ იცი, რაზე მოდიხარ. ან დამახსოვრება იციან შენი და უშოთ ხო, ახლა შეიძლება 100 ადამიანი მივიდეს და მაინც შენ დაემახსოვრდა და მეც ეგრე ეს მაშინ ვერ ხვდებოდი მაგას რატომ, მაგრამ დაამახსოვრა და გითხრა რატომ არ მითხარით პირდაპირ მეთქი და ასე მითხრა რომ იცი რა არის არსებობს ასე წოდებული ეთიკატაროლოგის, მაშინ პირველად გავიგე ეს, რომ არ შეიძლება ყველაფრის თქმა, მაგრამ უბრალოდ მოგეცი შენ ასეთი მინიშნება და ეს უკვე სხვა თემა და მკითხავებმა როგორ იციან, всё, გაშორდი, აქ არაფერი არ იქნება, შეიძლება შემოკვდეს ეს შენი პარტნიორი, ეგეთი რაღაცა, ეს უკვე როცა შენ ადამიანს არჩევანს არ აძლევ. გაიგეთ, მე არა მაქვს უფლება თქვენ გითხრათ, რომ წადე გაშორდე, წადე იმას კი არა. არჩევანი თქვენ თვითონ ყოველთვის უნდა აერჩიოთ, როგორ იქნება თქვენ მოგწონდეს ტოქსიკური ურთიერთობა და გინდათ რომ იქ ვიყო, რატო უნდა გითხრათ არა. ეს უკვე ცოტა ისე იყო, რომ ალბათ ვიღაცისთვის იქნებოდა საჭირო ეს ჩემი მოხლის საუბარი, ან გრძელი საუბარი. ეს თქვენ თვითონ გაარკვევთ. დავედით, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. დავიწყოთ. ეხლა რა ხდება თქვენთან სამსახურ კარიერაში? აქ ნახეთ რა ხდება მე გეტყვი. პრინციპში ახლა თქვენ აქ ეხლა ვისაც იქნება ეს პოზიცია. ამ წუთში ეხლა რაღაცა ახალი არის თქვენ ცხოვრებაში. ახალი სიახლე. ან რამე ახალი მიმართულება და გაინტერესა დაუშვოთ, ხო? ან აქ კიდე შემიძლია გითხრათ, რომ თითქოს როგორ არის, იცით, თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა უნდა მოხდეს ახალი თქვენ ცხოვრებაში, ხო? რაც ეხება კარიერას და სამსახურს. სხვა რამეზე არ გადავდებართ. მაგრამ თითქოს აი ნელა ვითარდება, გაიგეთ რა ხდება, ნელა ვითარდება. შეიძლება რამეს სწავლობ, თქვათ, ახალი რამის სწავლა დაიწყეთ, მაგრამ მოგწონს ძალიან, გავსებს ეს ყველაფერი, მაგრამ აი ურთიერთობაც, მაგრამ აი რაღაც ნელა, ანელა იგებთ, გაიგეთ? ან ნელა რაღაცნაირად აი მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს ქსიამოვნებთ ძალიან და როგორ ხართ, იცით, არა აქვს მნიშვნელობა ნელა თუ ჩქარა, მის მომწონს, ხო ხდებით? ვიღაცა შეიძლება აქ ფიქრობს იმაზე, რომ თქვა, უნდა სადღაც წავიდე, ან უნდა გადავიდე სხვა სამსახურში, ან даже შემიძლია თქვა სხვა გალაქტიკაში, სხვა ქვეყანაში, ან რაღაც შეიძლება ეგეთი აი იმპულსი მოგივიდათ, რომ მინდა რაღაცის ცვლილება რა, ანუ მინდა რამე შევცვალო, იმიტომ რომ შეიძლება აქ დიდი ხანი არაფერი ისეთი არ ხდებოდა, შეიძლება ვიღაცა ცვლის ან საზოგადოებას, ან ცვლის დაუშვათ კიდე როგორი მომენტი, ეს შეიძლება ცუდათაც არ იყავით იქ სადაც იყავით, მაგრამ მაინც უფრო თქვათ ან წინსვლა გაქვთ, ან კიდე ისეთი რა დაწინაურება შეიძლება იყოს, რომელსაც თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ, რა და ეხლა მოდიშით მოხდა ეს პერიოდი მოვიდა, რომ ანუ მიდის რაღაცა თქვენი წინსვლა და პრინციპში თქვენ გიხარით, რომ აქ დიდი ხანი ელოდებოდეთ რაღაცას, ან შეიძლება კიდე იყავით დიდი ხანი დაკავებული რაღაცა საქმით, ისეთი საქმით, რომელიც ეხმარებოდა სხვებს თან ძალიან, შემიძლია გითხრათ, კმაყოფილები იყვნენ, შეიძლება თქვენ ამ საქმედან ფულსაც იღებდით, არ გამოვრიცხავთ,
მაგრამ ეხლა რაღაცა მოვიდა ახალი ბიძგი და თითქოს აი თქვენ გრძნობთ რომ რაღაც სიახლე, რაღაც სხვა უნდა იყოს, აი თითქოს და ბედი გაგეხსნა დაუშვოთ, ხო? ან გაიგეთ რაღაცა ისეთი, რომ მე თქვენთვის არის აი სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება. ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ აპრილში როგორ მოვლინდება, როგორ იქნება ეს ყველაფერი. აპრილი რას მოგიტანთ თქვენ? რას მოგიტანთ აპრილი? აი ზუსტად ეს იქნება აპრილში, რომ თქვენ აქ სრულიად მოულოდნელად, როცა თქვენ დაუშვათ არც ელოდებოდით, მოდით ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ფიქრობდით რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, მაგრამ აქ სტაბილურდება სიტუაცია, როგორ არის იცით? მე აქ შემიძლია გითხრათ, კი, ზუსტად ეს სიტუაცია არის, როცა აი ხო იცით რომ არც მეგონა თუ ასე კარგად იქნებოდა, გაიგეთ? ანუ შეიძლება ჩვენ ზოგჯერ არის ისეთი სიტუაცია, როცა ჩვენ აი აქაც ნახეთ, თუზე არის თასების. ზოგჯერ როგორი მომენტი არის, იცით? როცა ჩვენ კი ვარაუდობთ რაღაცას, კი ვფიქრობთ, კი დაუშვათ ახლა გონია რომ და განწყობაც გვაქვს ჩვენ კარგი, რო თქვათ, პოზიტიური და ჩვენ ველოდებით რომ რაღაც კარგი მოხდება, მაგრამ მაინც სადღაც ან არ გვჯერა, ან ვერ წარმოგვიდგენია, რომ დაუშვათ ეს ვაფშე შეიძლება მოხდეს. ხო? ჩვენს ცხოვრებაში. აი ხა, პატარა მაგალითს გეტყვით კიდე, მე მიყვარს მასწავლებელი ხო ის ყოფილი არ არის, მე მიყვარს მაგალითებით, ხო? მე როცა ერთი რამდენიმე თვის წინ, ალბათ 3 თვის წინ ვაკეთებდი მედიტაციებს, ახლა ჩვენთან კლუბში არის ეს მთელი ჩვენ ერთი თვე მუშაობდით სურვილები როგორ უნდა აასრულო და ეს ტექნიკები ყველაფერი დარჩა ჩვენთან კლუბში, ამიტომ თუ ვინმეს გინდათ, მოგზავნდეთ კლუბში და გააკეთეთ და მეც რა თქმა უნდა გოგოებთან ერთად ამას ვაკეთებდი ყველაფერი და მქონდა რაღაც სურვილი, მე ხა თბილისში ვცხოვრობ ამ ჟამადე ჯერ ნაკირავებში ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბინა მაგ რუსეთში, ეს უკვე ნიუანსი. რა მოხდა? სივრცე მინდოდა რაღაც, მეთქი ვფიქრობ, რა ძალიან დიდი ბინა მინდა, რომ აი ვოცნებობ რაღაცა ისე, რომ თქვა, ჩემი კაბინეტი მქონდა, აი ასე რომ მოვაწყორო გოგოებს და ბიჭებს, რომ ვიდეოს გადავუღებ, იქნება რაღაც ლამაზი, აი ეგ სულ მქონდა, გაიგეთ და ამაზე ხა ვიზუალიზაციასაც ვაკეთებდი მედიტაციების დროს, რომ იკითხებიან ხოლმე თქვენ აკეთებთ რამის გასუფთავებას და რაღაც მედიტაციები. ჩემი ყველა მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც მშველისმე და ჩემს იმ გოგოებს ვინც მიემომართავს. და მე მოხდა ისეთი მომენტი, რომ უკვე ეს ხო იყო 3 თვის წინ და უცბად ეხლა კიდე, ჩვენ ხო სულ რაღაცა კიდე გვინდა. კიდე ვაკეთებ მედიტაციას და იგივე მედიტაცია გავაკეთე და უცბად ამომიწირთვიდა ეს მომენტი, რომ ღმერთო ჩემო, მე ხო უკვე ვარ ასეთ ბინაში. ანუ twins აქვს ხოლმე ესეთი მომენტები, როდესაც დაუპასურო, ანუ რაღაც თითქოს ისე აგდებულად უყურებს რაღაც მოვლენებს, რომელიც ჩვენ მოგეუბნებით ხოლმე ჩაწერეთ ხოლმე, რომ მე გადახედოთ, თქვათ, რამე თუ მოხდა, დაშალეთ და ახალი დაწერეთ. და აი ეს მოხდა ზუსტად და სასწაული იყო იმაში, რომ ეს უკვე ტექნიკასაც გასწავლეთ, ხო? ანუ მე ვფიქრობდი, რომ მე დარწმუნებული ვიყავი იმ თანხაში, რა თანხაშიც მე მქონდა 50 კვადრატი ნაკირავები, იქ დავამატე სულ ცოტა. უფრო საუკეთესო ადგილზე და თქვენ რო იცოდეთ, ეს ისე მოხდა, როცა შენ გჯერა, როცა შენ ნამდვილად გჭირდება, ეს ისე მოხდა, როცა მე ვთქვი, რომ მე მაინც ვიპოვე, ყველა მეუბნებოდა რა სისულელეებს ლაპარაკობ, ასეთ ბინას სად ნახავ და თან ამ ფასში მეოთხარი კი და ეს უკვე მეორედ მოხდა ჩემ ცხოვრებაში ეგეთი მომენტი, რომ ჯერო და მინდოდა ვაკეთებდი ამ პრაქტიკას და უცბად ერთ დღეში, როცა უკვე ყველა მითხრეს, რომ სისულელე, ვიპოვე ბინა, მივედი, ვნახე, ესე იგი გავსულელდი კარგი ადგილი, იქ სადაც მინდოდა და ფართობი იმ ხელა, რომ ორი ჩემ იმ ბინის ხელა სადაც მე ვიყავე, მაგრამ ფასი ხო გეუბნებით, აი სულ პატარაზე რომ აიწია და ეხლა ყველა მეუბნება ეს სასწაული როგორ მოგივიდა, იმიტომ რომ
იგივე აი აქ ამ უბანში სადაც მე ვცხოვრობ, უფრო პატარაბინები ღირს უფრო მეტი ვიდრე მე ვიხდი, ან იგივე რასაც მე აქ ვიხდი. ნუ ეს იგი, ანუ წარმოიდგინეთ რომ დავუშვათ მე ახლა 100 ლარს ვიხდი სიტყვაზე ვიძახე და ამაზე პატარაბინაში ითხოვენ თქვა იგივე ფას ან უფრო მეც და ყველა გაუგნებული არის რომ როგორ შეიძლება. აი ეს შეიძლება როცა შენ აი ეს რატო მოგიყევით მე თქვენ ეს მომენტი ხო ხდებით რომ არც მეგონა თუ ეს იქნებოდა ხო ნუ არც მეგონა როგორ კი მეგონა კი ვიცოდე მაგრამ ასე უცბად და ასე კარგად და ასე ეს რომ მოხდებოდა ნამდვილად ახლა მე უცბად დამარტყა რაღაც თავში რომ უკვე ხარ უკვე მიიღე ხო ხდებით აი ეს მომენტია რა და მინდა რომ ამას მიაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ შენ თქვენ შეიძლება ამაზე არც გეოცნებიათ დაჟე შეიძლება ეგეთი ისეთი წარმატება მოგივე კი აი მართლა ფიქრობდით რომ ეს არის სისულელი და არასოდეს არ მოხდება და აი ესეთი წინსვლა შეიძლება ნუ გექნება თქვენ აქ ნახეთ თქვენს კარიერაში აქ შეიძლება გოგოება ახლა 10-იანია პენტაკლების ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ ვინც თქვენ მუშაობდით ნახეთ აქ როგორი შეიძლება მომენტი იყოს აქ არის ან დაბრუნება შეიძლება ვიღაცასთან იმ ოჯახში სადაც თქვენ ადრე მუშაობდით და ძალიან კარგი ანაზღაურებაც იყო და კარგად გრძნობდით თავს ან სიტუაცია ისეთი სადაც თქვენ აი დაუშვათ ეს ვინც მუშაობს მე ვიცი გოგოები ვისაც უვლიან თქვა ხო იქ არიან მაგათაც ყოველთვის ცალკე ვეუბნები ხოლმე ან შეიძლება ისეთი რომ თქვენ უკვე იცით როგორ არის აი უკვე არც გეგონათ რომ რაღაცა მოხდება მაგრამ გოგოებო ვინც მუშაობს ჩემო გოგოებო თქვენ და მედიტაციებს აკეთებთ თქვენ აუცილებლად არ დაგიკვირდეთ რა მოხდება ის რაც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ აუცილებლად იმიტომ რომ აქ თითქოს მაგრამ აქ როგორ არის იცით ისეთი ენერგია არის რომ ну კი ადამიანი აკეთებდა კიდევაც აი მაგრამ აქ უფრო მენტალზე აქ უფრო რაღაცას შეიძლება დაჟე რა ახლა აი რა ეს თუ არ მოგეპრებოთ ეს ჩემი ისტორია იმიტომ რომ თქვენ შეიძლება აი აქ როგორ არის იცით ზოგჯერ არ მჯერა მე არა მაგრამ აიც მოდი გავაკეთო ერთ ჯაბათ სინჯო აი შეიძლება ეგეთი მომენტი გქონდა თქვენ და რასაც თქვენ ცხოვრებაში უნდა მომხდარიყო მაგრამ თქვენ ну აღშობა დრო არ იყო ჯერ აი ეს მოხდება ნუ ძალიან მაგარი რაღაცა ხდება აი ნახეთ აი აქ როგორი ჯინი არის სრულიად მოულოდნელად აი სთხოვ სამყაროს ნახეთ აქ სამყაროჯი ხო ხედავთ სამყაროს თხოვე და აუცილებლად გექნება ეს ზუსტად აი ეს მე ეს მაგალითი ტყივა არ მოგიყვანეთ ჩემი ამ ბინაზე იმიტომ რომ ხო გეუბნები სამი თვის მერე უკვე მომხდარი ფაქტზე ვერ ტვინმა დამიბლოკა რომ რაც გინდოდა ხო მე უცბად სრულ მედიტაციაში წამოვხდი მეთქი მე ხო ვარ უკვე ამ სახში აი ამ მედიტაციაში როცა ვიყავი და ვოცნებობდი ხო ვარ უკვე ხო ხდებით აი ეგეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს აპრილში აი დამიჯერეთ ჩემო სიხარო კი ბატონო ამიტომ თქვენ ახლა კიდევაც გეუბნე აქ ექნება სტაბილური ყველაფერი უნდა გჯეროდეთ რომ ეს მართლა ასე იქნება აქ ახლა სხვათა შორის თუ კლიენტებთან მუშაობთ ხო ეს ხო ვაფშე საერთოდ და ყველაფერი შეიძლება თქვენ ცხოვრებაში რასამი რეალზე და როგორ დახტიან ჩქარა მოხდება კი ჩქარა მოხდება ეგ სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში ჩქარა რაღაცა შეიძლება იმიტომ რომ აქ მართლა უკვე გელოდება თქვენ და თან როგორი მომენტი იქნება იცით აქ მართლა ბევრი რამე თქვენზე იქნება დამოკიდებული და აქ თითქოს როგორი ენერგია მოდის იცით რასაც თქვენ მიიღებთ აქ რაღაც ხანძრიობას მაჩვენებს გაიგეთ რომ თითქოს აი აქ რაც მოხდება ეს რაღაცა ძალიან დიდი პერიოდი იქნება მე თქვენ ცხოვრებაში ნახეთ ანუ სიტუაცია კი შეიძლება აქ უკეთესობისკენ ეცვლება და ეს მე იქნება აქ დაჟე შეიძლება ერთი წლის განმავლობაში მე მასე იყო ანუ ნახეთ დააკვირდეთ ხო ვისაც რეზონირდება აი რასაც მე ახლა ვამბობ თქვენ ისეთ ეხლა გადადიხართ საფეხურზე
სადაც იქნება, ну, ძალიან მაღალი, თქვა, აი, даже შეიძლება სიტყვაზე გოგოები, მე არ ვიცი, ახლა თქვენი ხელფასები დაუშვოთ, ახლა სადაც მუშაობ, ну, დაუშვოთ, მაგალითად, არის, თქვა, 2000 ევრო სიტყვაზე არის, ანაზღაურება ყველაზე მაღალი სიტყვაზე, ხო? აი, მაგაზე ადიხარ და მე უკვე ამ პოზიციაზე ხარ, თქვენ, აი, სადღაც ერთი წელი მაინც იქნებით ამ პოზიციაზე რა, ანუ თქვა, ახლა რომ არ გექნებათ უკვე ის მომენტი, რომ თქვა გამანთავისუფლებენ, ან შევცვალო რამე, არა. აქ თითქოს ამ პოზიციაზე, ну, რჩებით უკვე რა, ანუ აპრილი იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან მაგარი ბიძგ აძლევს იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მერე მართლა, ну, кайხანი რა, ეს რაღაც შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში, კი? კი, სურვილის ასრულება, ანუ თქვენ რაზეც ოცნებობდით, თქვენ რაზეც აი ვარსკვლავით აგერ მაჩვენებენ აქ, კი ბატონო. ანუ ესე იგი ეს იმას ნიშნავს, всё, გავიგე, ნახეთ, აქაც ენერგია, აქაც მიექს. მიდის თქვენი და არა თქვენ დაიმსახურეთ და სამომავლოდ პირიქით, აი აქ ჯერჯერობით მე ვიძახე კარიერასთან დაკავშირებით, აქ რაღაცა ძალიან მაგარი იქნება სიტუაცია, როცა თქვენ გააკეთებთ რაღაცა სწორ არჩევანს, კი, რომელიც თქვენ, ანუ გამოდიხართ თქვენ, თქვათ ახლა კრიზისული სიტუაცია, თუ კრიზისში იყავით, თქვენთან აქ მაღალი ძალები უკვე ტრიალებენ თქვენს გარშემო და გამოდიხართ თქვენ იმ ენერგიებიდან, როცა თქვენ გქონდათ სიტუაცია და იმიტომ არის მოულოდნელად დახურული შეიძლება იყოს ეს თქვენთვის ეს ინფორმაცია და ეხლა უცბად ხდება ცვლილებები და თითქოს აქ გამოჯანმრთელობაც მოდის ვიღაცის, ну ეს უბრალოდ იცოდეთ რა, კი, ან ნახეთ კიდე როგორი მომენტი, თუ დაუშვათ, არ ვიცი, წამოვიდა ინფორმაცია ვიღაცის, თუ თქვენ ნერვიულობთ, რომ დაუშვათ, აი, არ ვიცი, რატომღაც ემიგრანტებზე წამოვიდა დღეს ეს ბებუ თქვათ, ან თქვენი თქვათ ბაბუა ვიღაცის, შეიძლება თუ წავიდა და ცუდად არის, უფრო კარგ ოჯახს ნახავ და უფრო შეიცვლება თქვენი სიტუაცია. არ ვიცი, ვისთვის არის ეს მესეჯი მიიღეთ. რაც მომდის, ნაკადში ვარ, თქვენ ხართ ჩემს სივრცეში და ამიტომ გეუბნება. ვისაც ეს არ ეხება, მე შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც თქვენ ოცნებობდით დიდი ხანია, რაზეც თქვენ გინდოდათ და გეგონათ, რომ ეს აღარ იქნება, მე გეუბნებით, რომ აქ თქვენ მაგას მიიღებთ, აქ სიტუაცია იცვლება, თქვენ აქ ხდებით უკვე მართლა ეს ასე წოდებული ვარსკვლავი, რომელიც ახლა მართლა, ანუ აქ თქო სამომავლო ცვლის ადამიანი თავის ცხოვრებას, ვიღაცას გეუბნებით, გაგიხსნება თქვენი ნიჭი და საერთოდ შეცვლით თქვენ აი აქ საქმიანობასაც შემიძლია გითხრათ. შეიძლება ფიქრობდით, რომ არ გამომივა, მაგრამ გამოგივა. თქვენ აქ არჩევანს გააკეთეთ, ანუ აქ კიდე არის რაღაცა მომენტი. აქ შეიძლება ესეთი მომენტი კიდე იყოს. ნუ აქ 4, აი აქ 4. კი, მე 4 თვე, ნახეთ 4 მაღალი არკანი არის, კი ბატონო. ნიშნულოვანი რაღაცა მოვა. აქ შეიძლება თქვენ კიდე გახსნით თქვენს ვარსკვლავს. ნუ აქ თითქოს როგორ მოდის, იცი, ადამიანი, რასაც უნდა დიდი ხანით, ან ძალიან უნდა, ხო? აი, ბოლოს და ბოლოს ეს სიტუაცია ისე იცვლება, რომ მართლა, ანუ აპრილი თქვენთვის რაღაცა თქვენ საქმიანობაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ვაიმე, რამდენი ხანი ვილაპარაკე მარტო კარიერაზე გოგოებო მაპატიეთ. ну კაი, ну ინფორმაცია მოდის და ვამბობ. ვინც ახლა ვისთვისაც არ იყო ეს ინფორმაცია, არც უყურებს, ხომ ასე ჩამოვამაზებ. ფინანსები, რა ხდება ფინანსებში? ну აქ ფინანსებში რა ხდება? აქ შემიძლია თქვა, რომ თქვენ აქ ხართ ისეთ ეტაპზე, რომ აი როგორ არის, იცით, მაქსიმალურად, ანუ აქ როგორ არის, აი ფული ადამიანს კი აქვს, მაგრამ თქვენ სულ რაღაც როგორ არის, აი აგიხსნით. აი ცოტ-ცოტ რაღაცა მოდის, როგორც მოდის, ისევ გეხარჯებათ რა. აი თითქოს სულ ფიქრობთ, რომ აი როგორ ვისწავლო მე, რომ თქვა ეს ფული შევინარჩუნო, იმიტომ რომ არის როგორ იცით, შემოვიდა, ხო, ფული უცბად დაგეხარჯეთ. შემოვიდა, უცბად დაგეხარჯეთ და არჩით ისევ ვფულოთ. მე ბრასდებით რა, მე უკვე შეიძლება დაჟე ზოგს უწევს, რომ თქვა, ახლა ვინმესგან ისესხოს, თქვა, მომეხმარეთ, მიშვი.
ამ დროს ძალიან ბრაზდებით ამ სიტუაციაზე, რომ რა იყო, რატომ არის ეგეთი რაღაც რა. თითქოს მაქვს, თქვა ეხლა სამსახური მაქვს და უშოთ ეხლა საქმე მაქვს ყველაფერი, მაგრამ ну რა, აქ ცოტა შორის აი ეს ბიზგი რო არის, შეიძლება დაუშვათ აი, იმიტომ რომ პენტაკლები არის, შეიძლება თქვენ ფიქრობთ როგორ შევცვალო მე დაუშვათ ფულის მართვა როგორ შევცვალო, ეგაც ჩემი სამსახურის მეშვეობა და რაღაცა იდეა მოგივიდათ ისეთი, რომელმაც აი თუ თქვენში, რომ აი ასე უნდა მოვიქცე და ეგეთ, ანუ ეგეთი რაღაც. აი აქაც ეგეთი სიტუაცია არის ჩემო ლამაზებო. და ნახოთ აბა რა, ну, აქაც ნახეთ როგორ საინტერესო. გეუბნები, აქ ხდება ძალიან მაგარი ცვლილება, იმიტომ აქ რაც ვილაპარაკე, ხო? იგივე არკანები, აქაც ცხრიანი პენტაკლები სხვადასხვა დასთა გვაჩვენებს, ამიტომ ეს და იქნება დაკავშირებული უეჭველი. აქ გეუბნებით შეიცვლება სიტუაცია, რასაც თქვენ არ ელოდებოდეთ, ის მოხდება. გოგოებო, აქ რაღაც აღორძინება გაქვთ თქვენ, ну, ბიჭებო, თქვენც ახლა რა თქმა უნდა, ვინც უყურებთ, აქ არის აღორძინება, აქ არის სიტუაცია, როცა რასაც თქვენ არ ელოდებოდით, ის მოხდება. აქ კიდე იგივეს მეუბნებიან, იმიტომ რომ აქ პენტაკლების დედოფალი ცხრიანი, პენტაკლების, ну, აქ ძალიან მაგარი სიტუაცია. თუ დაუშვათ თქვენ შეიძლება ელოდებოდეთ ვინმე, თქვათ, ვალის დაბრუნება შეიძლება იყოს. აი, არ ელოდებოდეთ, მაგრამ თქვათ დაგიბრუნეს. აქ როგორი მომენტი არის, იცით? საიდანაც არ ელოდებოდეთ, იქიდან შეიძლება მოვიდეს კიდე თანხები. ეგაც შეიძლება იყოს. ну, მოგეუბნებით, აი ხა უკვე შემიძლია თქვა, რომ უეჭველი ადამიანის რაღაც დარდი მიდის, იმიტომ რომ თქვენ იცით რა არის კიდე? აქ თქვენ რაღაცა არჩევანი გააკეთეთ სწორი, იცით? ანუ შეიძლება დაუშვათ დაწერეთ რამე თქვათ, გეგმა აი ასე უნდა მარტო ფულის სხვა, რაღაცა მიდგომა შევცვალეთ და აი ეს იმიტომ თქვენი დიდი ხანი შეიძლება ნერვიულობა და ეს ნერვიულობა მიდის გაიგეთ რაღაცა სწორი არჩევანი გააკეთეთ, აი მართვის, ну, აქ ხა ფინანსებზე რო თქვათ, იმიტომ რომ სულ ისეთი არკანები მოდის, რომ კი, აი თქვენში იცვლება რაღაცა, გაიგეთ, თქვენში შინაგანად, თქვენში მიდგომა იცვლება ფულის მიმართ და სამყარო თქვენ გაძლევთ, აქ სურვილის, აქ სამყარო გეხმარება, სამყარო გაძლევს შენ სიუხვეს. გოგოებო, ну, შეიძლება ჩემ გოგოებზე არ გამეკვირდება, ვინც ჩემთან არის, იმიტომ რომ შეიძლება თქვათ მედიტაციებს აკეთებდით, რომელიც თქვათ კიდე ფულის მედიტაციებში მაგარი არის ჩვენთან. კი ბატონო, თქვენ ანუ როგორ არის, იცით? აქ დაიმსახურეთ თქვენ, იმიტომ რომ აი აქაც ნახეთ, მაჩვენებენ, აქ არის იუსტიცია, ხო? ანუ აქ თქვენ ეს დაიმსახურეთ, რაღაცა გაიგეთ თქვენ, გაიგეთ, აი რაღაცა გაიგეთ, რაღაცა სწორედ აწონ-დაწონეთ თქვენ. ანუ მიხვდით რაღაცას, გაიგეთ, რომ აი მაგ ფული რისთვის, აი სწორედ დალაგებული, სწორი დალაგება გააკეთეთ რაღაცა თქვენი და აი ეს იქნება ნამდვილად ძალიან მაგარი აფიქსიც, ესეთი მომეწონა ეს დასთა. მაგრამ ერთი უნდა მე რა ვიცი, ვთხოვო გოგოებს, ვინც პოლონეთში არის, შემომეხმიანეთ რა, აი ეს დასთა არის სტემპლინგ და აქ მარტო რეპლიკა ვიყიდე და ეს არის ულამაზესი ორიგინალში და მაგრამ პოლონეთში გამოდის ეს და ვინც პოლონეთში ხართ, მომწერეთ, გეხოცებეთ, იქნება რამენად მოველაპარაკოთ, რომ თქვენ იქ დამეხმაროთ, რომ შევიძინო რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი დასთა, მე ორიგინალი ვნახე, შევუკვირდი ინტერნეტში და მოვიდა რეპლიკა და აი ეს პირველად რომ დავიჭირე ეს დასთა, რაღაცა ისეთი დამემართა, რა ვიცი. მაგრამ კი, ეხლა ვმუშაობ მაგაზე, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ დასთის ორიგინალი შეძენას. თუ ვინმე დამეხმარება, ну, დამეხმარება რა ინფორმაცია. ეს უბრალოდ პოლონეთში გამოდის ეს პოლონეთის პოლონეთში რო არის სტამბა, მე მგონი იქ არის რა და ну, ყოველ შემთხვევაში მადლობელი ვიქნები. იტალიაში ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მიმართავდა გოგოები ბევრი მყავს იტალიიდან, ну, ვიცი რომ პოლონეთში. კარგით, მადლობა ახლა. მადლობა თქვენ. ძალიან კარგი ინფორმაცია იყო, მადლობა.
და გადავიდეთ ჩვენ ახლა ვიღაცა მეტყობა თქვა რომ კი მოგეხმარები და ამიტომ უთხარი უკვე მადლობა. Так, რა ხდება ჩვენთან აქ? ჩვენს სიყვარულში. Ну, გოგოებო, რა ხდება სიყვარულში და ყავთ თქვენ ახლა პარტნიორი, რა თქმა უნდა, აქ შემიძლია თქვა რომ აქ არ არის ცოლქმრული ცემა ეგრევე, არა. აქ ის სიტუაცია ექნება, ან დაუშვით თუ ყავთ ქმარი სიტყვაზე, თქვენ აქ უკვე ვიღაცა ყავთ ადამიანი, რომელიც თქვენ გეხლიეთ დავება. Plus შეიძლება თქვენ ვიღაცა ყავთ პარტნიორი, რომელიც უბრალოდ მიდის მოდის, ასე ვთქვათ, ნუ ერთად არ ცხოვრობთ თქვენ, ეხლა ისე ვთქვათ, მუდმივად როგორც ცოლ-ქმარი არა. აქ არის სიტუაცია, როცა თქვენ სულ რაღაცას ვალოდინში, სულ ფიქრობთ, სულ ელოდებით, სულ ანუ შეიძლება ბევრი კითხვებიც გქონდეთ იმაზე, რომ უყარ არ ვუყარ, აქ შეიძლება ახალი გაცნობილი იყოს, კი. სიგნიფიკაცია ახალი გაცნობილი ხარ ადამიანთან და უბრალოდ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. ეგაც შეიძლება იყოს აი აქ, ამ ინფორმაცია ასეთი ადამიანისთვისაც იქნება აი აქ. ну, კიდე შემიძლია თქვა ვიღაცა ოცნებობს იმაზე, რომ მის ცხოვრებაში შემოვიდეს ახალი პარტნიორი, შეიძლება ეგაც. ну, ანუ ეს არის სიგნიფიკაცია რა იქნება ურთიერთობაში აპრილში. აქ რაღაცა მომენტი არის საინტერესო, იცოდება ეს უკვე დამაინტერესა. აქ შეიძლება როგორი სიტუაცია იყოს კიდე, ნახეთ გოგოება. შეიძლება ცოტა ფრთხილად იყარეთ, ვინც ახლა დაუშვით ახალი გაცნობილი ხართ. თქვენ ეს ადამიანი ეხლა რას აკეთებს, იცით? შეიძლება ჩუქნის მაგარ საჩუქრებს, შეიძლება მოდის დაიგულებით, შეიძლება სადღაც გპატიჟობთ, სულ ერთგან მოდი იქ წავედით, მოდი აქ წავედით, აი ეგეთი თემა არის. და თქვენ ახლა როგორ ხართ, იცით, აი ღმერთმა გამომიგზავნა მე ის ვიზიც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. აქ ნახეთ, აპრილში რა ხდება, შეიძლება თქვენ დაინახავთ ამ ადამიანის, ანუ ნამდვილ სახეს თუნდაც, გაიგეთ? ანუ ნახეთ, ეხლა ეს ადამიანი გაჩვენებს თქვენ იმას, რომ ვარ მაგარი, გიდგეობდნენ, სადღაც გპატიჟებს, საჩუქრები შეიძლება იყოს, ყურადღება. ეხლა აპრილში თქვენ დაინახავთ, რომ ამ ადამიანს სამწუხაროდ არ აქვს იმდენი ფული, რაცაც თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანს ეს ფული აქვს, ეგრევე შემიძლია გითხრათ. აქ უკვე ნაკლებ ყურადღებას მოგაქცევთ, იმიტომ რომ გეტყვის შეიძლება დრო არა მაქვს და ეს ყველაფერი იქნება რატო? ფული როცა გქონდა, თქვა, შეიძლება სადმე რა ვიცი, ახლა საიდან გქონდა მაგას, ეს ადამიანი თქვენ ნამდვილად აი აქ თქვა, აქცევდა ყურადღებას. ეხლა ნაკლებად იქნება ყურადღების მოქცევა აპრილში, ეს თქვენთვის ვინც ეს ახალი არის რა. ახალი გაცნობი იცოდეთ. და იმის გამო, რომ ამას ფინანსური სიტუაცია ცოტა ნაკლები აქვს, აქ ყურადღებასაც ნაკლებად მოგაქცევთ და ამიტომ თქვენ შეიძლება იფიქროთ რა მოუვიდა მაგას, აი ეს მოუვიდა, რომ არა აქვს ფინანსები და იმიტომ კიდე შეიძლება ეს ადამიანი, მოდაბა კიდე რა ხდება, კიდე აქ სუსამა გოგო, ну აქ ეხლა ნახეთ რა ხდება, საერთოდ აქაც არის კოშკი, აქაც არის კოშკი. გოგოებო, კიდე ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი რო არის თქვენთვის და გარდამტეხვის რაღაც ესეთი პერიოდი. აპრილში ეს არის უკვე უეჭველი. იმიტომ რომ უკვე ნახეთ მესამე იუსტიცია არის ანგა სიგნიფიკატ, ну იმაში მთავარ ენერგიებში. ანუ აქ თითქოს იქნება როგორი მომენტი, რაც არ გჭირდება თქვენ, რა ის სიტუაციები, რომელიც უკვე მორჩა და უკვე უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან, აი თითქოს გასუფთავება მოდის, ხო ხდები თქვენი სივრცის გასუფთავება მოდის, იმიტომ რომ აქ რაღაც კარმული გაკვეთილები, რომელიც თქვენ გქონდათ, ბევრი თქვენ დაასრულეთ. დაამუშავეთ, რაღაცა გააკეთეთ, მაგრამ ანუ თითქოს მიდის როგორი მომენტი, იცით, რაც არ მჭირდება, აი გასუფთავებას რო ეძახათ, მაღალი ძალებით ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა გაასუფთავონ ყველაფერი, ხო? და მიდის აქ აი თითქოს სუფთავდება თქვენი სივრცე. გაიგეთ რა ხდება?
თუ გქონდათ რაღაცა დაუშვა თქვენ პრობლემა, გინდათ სამსახურზე, გინდათ ახლა აქ ყველა სფეროში მიდის სუფთავდება თქვენი სივრცე, უეჭველი. კიდე ნახეთ როგორი მომენტი არის აქ. გოგოებო, კიდე შემიძლია გითხრა ერთი მომენტი, ვიღაცის ჩვენ საჯარო გვაშლა გვაქვს, ხო? გოგოებო, აქ შეიძლება ეს პარტნიორი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში აი აქ ახლა შემოვიდა, იმიტომ არის, ზოგი არის ესეთი ტრანზიტული პარტნიორს უძახიან მაგას, როცა არის აქ ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იცით რა თუ გაქრება, ნახეთ რა საინტერესოა. ანუ განახებს თქვენ, ან ვიღაცა შეიძლება თქვა არ ცელოდებით, მაგრამ დაუშვით განახებს ვიღაცის ეს მოდის მესეჯი. რომ აი ეს ადამიანი თქვენ არ გჭირდებათ. ნახეთ როგორ არის. ზოგჯერ ჩვენ შემოდის ტრანზიტული პარტნიორი ეს ნიშნავს, როცა შემოდის ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში და გვაჩვენებს რაღაც ძალიან მაგარი აი ეფექტს აძლევს რა, აი კარგად ვარ, აი აფორიაქებული ხარ, აი ასეთი კარგი და რაღაცა მე გქრება. რატომ? მაგან განახათ თქვენ რისი ღირსი ხართ. გაიგეთ რა ხდება? და მე უკვე ეს თვითონ ეს პიროვნება გქრება, იცვლება რაღაცა სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში, ეს უსამართლოდ მოქცევები თქვათ რაღაცები, ეს მიდის, იცვლება სიტუაცია და შემოდის ვიღაცა პარტნიორი თქვენ ცხოვრებაში, ის უკვე მუდმივი სხვა ვიღაცა შემოდის აი აქ. მუდმივი ურთიერთობა, ხანძლივი ურთიერთობით, მოდით ასე ვთქვათ. კი ბატონო, აი როგორც საჩუქარი. ღვთის საჩუქარი, რაღაც ეგეთი რამე. კი. ვიღაცასთან შემოდის ეგეთი სიტუაცია. ანუ როცა როგორ არის, თუ თქვენ დაუშვათ ახლა თქვენი პარტნიორი უცბად თქვათ, ან გაქრა, ან რაღაცა ისეთი მოხდა, მოულოდნელად შეიძლება, ხო? აქ მე შემიძლია გითხრათ ეგეთი რამე იქნება. კიდე ვისთვის იქნება კიდე სიტუაცია, ნახეთ. დაუშვათ თქვენ გქონდათ ეს ურთიერთობა, რომელიც გითხარით მე, რომ ეს ადამიანი დაუშვათ, მიდის მოდის თქვენთან, იმიტომ უსმენთ ხოლმე ბოლომდე, თუ რეზონირდება, რომ მოდის ინფორმაცია, სულ. დაუშვათ ადამიანი მიდის მოდის, თქვენ ელოდებოდეთ თქვენ ასე ვთქვათ, დაუშვათ. მე ეს ადამიანი ეხლა აქ როგორი ვითარდება მიდის. ცოტა შეიძლება ნაკლებად მოგაქციოთ ყურადღება, ან საერთოდ აქ კიდე როგორი მომენტი ეს მაინტერესებს მე, რომ აქ შეიძლება ვიღაცთან პირიქით სრულდება რაღაც პერიოდი. მოდის კარმული ყველა ვარიანტი აქ მთავრდება და მიდის თქვენი ცხოვრებიდან ის მომენტი, რომელიც კი, ხო. ანუ ნახეთ, კიდე შეიძლება ვიღაცასთან მოხდეს კიდე როგორი მომენტი, შეიძლება დაუშვათ, მოხდეს გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი ვერ აკეთებდა დიდი ხანია, ვერ აკეთებდა. არ იცოდეთ, თქვათ, არ გაქცევდეთ ყურადღებას, და მომისმენთ როგორ არის, იცით, ეს ხო ჩვენ მთელი აპრელის უყურებთ, რაღაცა სიტუაცია ესეთი მოხდება, რაც შეცვლის სიტუაციას, ეს უკვე მეორე ისტორია წავიდა, ხო? და აქ თითქოს შეიძლება იგივე ამ ადამიანთან ეს მუდმივი ურთიერთობა გქონდეს. ანუ როგორ არის, იცით, როცა დაგ გოგოებო, თუ დაუშვათ კიდე ვიღაცას თქვენ გაქვთ ურთიერთობა, არა ეხლა ახალი გაცნობილი. და დაუშვათ, აი გითხარით, აქ ოჯახი არ არის. არის ვიღაც ადამიანი. ვინცანაც გქონდათ ბაიმანი შეხვედრები, რა ვიცი.
მოხდება პერიოდი შეიძლება რომ ეს ადამიანი ნაკლებად მოგაქცევს ყურადღებას, ეს ტრანზიტულის თავი დავანებოთ, ეს სხვა თემა მოდის. აქ რაღაცა შეიძლება მომენტ იყოს რამე ისეთი, პაუზას ვერ ვეთქვი, რომ თქვა, არა, პაუზას ვერ ვეთქვი. აქ უბრალოდ მასში რაღაცა იცვლება, გაიგეთ, ხო მასე? კი, მასში რაღაცა იცვლება. უფრო სერიოზული ხდება ეს ადამიანი, აქ რაღაცა იმას თავში იცვლება რამე და აქ ადამიანი უკვე ეს შეიძლება მიხვდეს, რომ ეს ესეთი ქალია, რომ ამისთვის საჭირო არის აქ ფულის და ყველაფერიც. უფრო დაფასება მოდის თუ რაღაც ეგეთი რა, თქვენი დაფასება მოდის და აქ ახლა არჩევანს მაინც თითქოს თქვენზე აკეთებს ეს ადამიანი და იმიტომ რომ არის უკვე აქ უკვე ახალი ეტაპით შეიძლება წავედეს ურთიერთობაში, რომელსაც უკვე როცა ადამიანი ხვდება, რომ всё მე სხვა არავინ არ მინდა. კი. მართალი ვთქვი. კი ბატონო. გოგოებო, გეუბნებით, აქ ცოტა ისეთი მომენტი შეიძლება პარტნიორი დადგეს თავის თავში არჩევანის წინ. მას აქ რაღაც მოხდება ცუდი თქვა, ცუდი რა, რაღაც იცვლება ყველაფერი და აქ რაღაც ახალი ეტაპი მოდის. თითქოს ეს პარტნიორი უფრო სხვანაირ თუ მოდის ჭკვიანდება, რა ვქნა ახლა ეგეთ სიტყვა მომდის და ამას მიაქციეთ ყურადღება. აი იმიტომ გითხარით, რომ აქ რაღაც არჩევანი, აქ თითქოს მაგარი ცვლილება უნდა მოხდეს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თვე თქვენთვის, ვისაც რეზონირდათ, ვისთვისაც იყო ეს დღევანდელი გაშლა, იმიტომ რომ აქ მიდის დიდი ხნის სიტუაცია, რომელიც გრძელდებოდა შეიძლება დიდი ხანი. ეგ სიტუაცია იცვლება. როგორც კარიერაში, ანუ სულ ყველა ამ სფეროში, გაიგეთ, რაც ჩვენ თქვით, იმიტომ რომ აქ თითქოს ადამიანმა, ანუ რასაც მოხდება, აი თქვათ, ხო, რაც მოხდება, ეს იქნება ხანძლივი, დიდი ხანია, всё, რაღაცა ეტაპი თქვენ დატოვეთ და გადადიხართ რაღაცა ცხოვრების სხვა ეტაპზე, იმიტომ რომ აქ თქვენ რაღაცა თვითონ გააკეთეთ სწორი არჩევანი, გაიგეთ, აი თავში სადღაც, რა ვიცი მე. იმიტომ რომ ძალიან მაღალი არკანები გამოდის ბევრი, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა მნიშვნელოვანი არის ეს სიტუაცია თქვენთვის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, რაღაც პერიოდი, რთული პერიოდი სრულდება თქვენი. კი, და მოდის вообще ახალი სიტუაციები მოდის და ძალიან გაგეხარდებათ. ძალიან. აი სასიხარულო ბედნიერების რაღაცა რთული პერიოდი დამთავრდა და მოდის სპექტაკლი, კი ბატონო, ახალი პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში. всё, ამაზე დავასრულებთ, რომ ჩვენ 1 საათი ვლაპარაკობთ. იმედია, რომ თქვენ მიიღეთ სწორი, ესეთი ინფორმაცია, რომელიც იყო თქვენი და თქვენთვის. მე დაგემშვიდობებით და გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს და თუ რეზონირდათ, გელოდებით კომენტარებში მომწერეთ, აბა ნამდვილად თქვენი იყო ეს საინტერესო ისტორია და სასწაული აპრილი.